ჩვენ ყოველწელს ვცდილობთ, რომ ვიზუალური სტილი იყოს გამორჩეული, განსხვავებული და გადმოსცემდეს იმ ხასიათს, რა ხასიათიც იმ წელს გვინდა რომ კონდეს ფესტივალს. წლევანდელი ფესტივალის კონცეფცია არ არის გასაკვირი, რომ არის in creative resistance, ანუ შემოქმედებითი წინააღმდეგობა. ამ კონცეფციის ვიზუალიზაციაზე იმუშავა სააგენტო Legacy და ეს წინააღმდეგობა, ასე ვთქვათ, გამოვხატეთ საბჭოთა მემკვიდრეობის რაღაცნაირად დამსხვრევით და განადგურებით იმ მემკვიდრეობის, რომელიც დღემდე გვიშლის ხელს განვითარებაში და წინსვლაში. Design festival, I met your identity. ჩვენი წლევანდელი დიზაინის ფესტივალი დაკომპლექტებული არის ძალიან ძლიერი და ნიჭიერი ქართველი პროფესიონალებით და ასევე ყავს მოწვეული პოლონელი პროფესიონალები, დიზაინერები. ვფიქრობთ, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ფესტივალის კონტენტის ნაწილში, იმიტომ რომ ზოგადად პოლონური სკოლა დიზაინის ძალიან ძლიერი არის და ვფიქრობთ, რომ მათგან ძალიან ბევრი შეგვიძლია რომ ვისწავლოთ. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენი გუნდი არის მონდომებული და მოწადინებული, რომ ჩვენი ფესტივალი, როგორც ბათუმის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი, თბილისის დიზაინის ფესტივალი, ყოველწლიურად გაიზარდოს, გახდეს უფრო მასშტაბური და უფრო მეტ ადამიანს გადასცეს შთაგონება და ამ მიზნის შესასრულებლად ყველაფერს ვაკეთებთ. პოზიცია უნდა ქონდეს ყველა შემოქმედეს. წინააღმდეგობა ის ფორმაა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და რომელშიც თქვა ჩვენ გვიწევს ყოველდღიური ფიქრიც და მოქმედებაც საქმიანი თუ მის მიღმა. არავის არ ფესტივალება, ყველა რაღაცა თითქოს ფრონტის ხაზზე ვართ და. მაინც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს რეზისტენსი, ეგრეთ წოდებული, ეს წინააღმდეგობა არის თვითონ ამ ფესტივალის მისიაც. დიზაინი არ არის მარტო ის, რომ თქვათ რაღაცა გრაფიკულად გააფორმო, ან რაღაცა თქვათ მოხატო, ან რაღაცნაირად რაღაც შეკერო. დიზაინი არის ჩვენი არსებობის რაღაცა ფორმების გამოხატულება და ვიღაცამდე მიტანის ფორმაც, ხო, რაღაცის. და ამიტომ გადავწყვეტეთ ამის ჩატარება უკვე მეორე წელია, რასაც ვატარებთ, მაგრამ როგორც თქვი, უკვე ორივე წელია ემთხვევა რაღაც ძალიან ისეთ მნიშვნელოვან სოციალურ და საზოგადოებრივ მღელვარებებს და რაღაც მაგასთან ერთად იშვა თითქოს. შარშანაც ზუსტად ამ დროს იყო აი ეს რუსული კანონი რო შემოიტანეს და მას რო დაემთხვა ეს რაღაცა მღელვარება და წელს ხო ხედავთ რა ხდება და ერთგვარად რაღაცა ამ პროცესებთან ერთად არის გაჩენილი ეს ფესტივალი. დიზაინ ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს შევატარეთ ვორქშოპი წიგნის ყდის დიზაინთან და მის შექმნასთან დაკავშირებული. ზოგადად ფესტივალი, რომლის ფარგლებში შევტარდა ეს ვორქშოპი, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სფეროსთვის და ინდუსტრიისთვის. და ახალგაზრდა ადამიანებისთვის, ვინც ან უკვე დაიწყო ამ სფეროში მოღვაწეობა, ან აპირებს და უნდა რაღაც გამოცდილების მიღება ან გაზიარება. ამ ფესტივალიდან ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რაღაცის მიღება შეგვიძლია. ძალიან კაი საშუალება არის დამწყები დიზაინერებისთვის, რომ გაიცნონ ახალი ხალხი, გაიცნონ ამ სფეროში მომუშავე და უკვე წარმატებული ასე ვთქვათ, არტისტები და პროფესიონალები შევიცნოთ სხვადასხვა იდეები თუ როგორ შეიძლება ამ სფეროში ვიარსებოთ და როგორ შეიძლება ამ სფეროში მომავალში გადავრჩეთ, ასე ვთქვათ. დღეს Adblexis-ზე გვაქვს მასტერკლასი დიზაინსა და AI-ის მიმართულებით. რაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავია ბოლო პერიოდში, რადგან ბუმი არის ეგრეთ წოდებული AI ხელსაწყოების და გვინდა რომ ჩვენც Adblexis ამ თბილისის დიზაინ ფესტივალზე წამოვწიოთ წინა პლანზე, რამდენად მარტივად შეუძლია უკვე დიზაინში მომუშავე ადამიანს AI-ის გამოყენებით შეძლოს აქსელერაცია და სწრაფად მოახდინოს საკუთარი დღის წესრიგის შეცვლა.
ჩემთვის როგორც დიზაინერისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, საჭირო არის, პროდუქტიული არის მონაწილეობა ამ ფესტივალში. საერთაშორისო მიმოცვლა, უცხო ქვეყნის პროფესიონალები, რომ თავის გამოცდილებას გიზიარებენ, ძალიან გვეხმარება. მე ვსალმები იმას, რომ წელს მაგალითად მომეცა საშუალება, რომ უფასოდ დავსწრებოდი workshops და ვფიქრობ, რომ ეს ბევრი დიზაინერისთვის ძალიან კარგი საშუალება არის პროფესიული ზრდისთვის.